კოჩანის მცხოვრებლებმა 17 მარტს დემონსტრაცია გაამართეს. აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ღამის კლუბში გაჩენილ ხანძარს 59 ადამიანი ემსხვერპლა. 155-მა კი სხვადასხვა ხარისხის დამწვრობა და დაზიანება მიიღო. პანიკაში მყოფი ახალგაზრდები შენობის ერთადერთი გასასვლელებიდან ცდილობდნენ გასვლას. ჩრდილოეთ მაკედონიის ლიდერებმა პირობა დადეს, რომ აუცილებლად დააყენებენ დამნაშავე პირების პასუხისმგებლობის საკითხს. გამოძიება გრძელდება, თუმცა წინასწარი მონაცემებით ხანძარი პიროტექნიკის გამოყენების შედეგად გაჩნდა. ჩვენ გვაქვს დისფუნქციური სისტემა, რომელმაც შექმნა ასეთი პირობები და შედეგად მივიღეთ ის, რაც მაკედონიის ისტორიაში არასდროს მომხდარა. ძალიან სამწუხაროა, რომ ამდენი ახალგაზრდა დაიღუპა. სამართალი უნდა აღდგეს, რომ მომავალში მსგავსი სიტუაცია აღარ განმეორდეს. ხელისუფლებამ 15 პირი დააკავა და გასცა ბრძანება, რომ მთელ ქვეყანაში შემოწმდეს გასართობი დაწესებულებების ლიცენზიები. დაღუპულთა შორის არიან 16 წლის მოზარდები. გარდაცვლულთა რაოდენობა კი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს. ჩვენ ვერ დავივიწყებთ მათ, სანამ ცოცხლები ვართ. მუდამ გვემახსოვრება ის, რაც მოხდა. არ შეიძლება არც დღევანდელი დღის დავიწყება და არც ის, რაც ზოგადად ხდება. ეს საშინელებაა. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ჩვენი შვილები არიან. ზოგიერთი მათგანი ჩვენი მეგობრების, მეზობლის შვილები არიან. ვერ აღგიწერთ რა მხელად კივილია ეს თითოეული ჩვენგანისთვის. ხანძრის დროს ღამის კლუბი სავსე იყო ახალგაზრდებით. აქ დასაშვებზე ორჯერ მეტი ადამიანი იმყოფებოდა. ახლა ხელისუფლება იკვლევს ქრთამის აღების შემთხვევებს. ჩრდილოეთ მაკედონიაში ჩვეულებრივი მოვლენაა უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფა და ხელისუფლების მოსყიდვა ლიცენზიის მოსაპოვებლად. ამ პრაქტიკას უარყოფითად აფასებენ დასავლეთის მთავრობები.